რის საფუძველზე არწმუნებდა ოპოზიცია და არასამთავრობოთა ნაწილი საზოგადოებას გამჭვირვალობის კანონის დამანგრეველ შედეგებში პასუხი არც ახლა აქვთ, არც აკრძალული ორგანიზაციების სია წარმოუდგენიათ და არც დაზარალებული ფერმერების, სტუდენტების ან ემიგრანტების შესახებ ინფორმაცია. ორწლიანი ტყუილი ფაქტებად წარმოჩენილი განცდები და არავის ბოდიში. ნინო არღვლიანის სიუჟეტი. 2 წელი ბევრი პროგნოზი და არც ერთი აღიარება რომ შევცდით. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ ცრუ კამპანიაზე პასუხისმგებლობას ისევ გაურბიან. აქციები, რადიკალური პროცესები, განცხადებები დემოკრატიის უკუსვლაზე. აღმოჩნდა რომ ის, რასაც კანონზე ხალხს ფაქტებად ასაღებდნენ, მხოლოდ განცდები ყოფილა. კამპანია რომ სტუდენტებს დაფინანსება, ფერმერებს გრანტები, ემიგრანტებს ფულის მორიცხვა ეზღუდებოდათ მითი აღმოჩნდა, ისევე როგორც ის, რომ დაიხურებოდა არასამთავრობო ორგანიზაციები. დახურული ორგანიზაციების სიას დღეს გრიგოლ გეგელია დაგვკვირდა, თუმცა როგორც ჩანს, ინფორმაცია ვერც მან მოიძია. რომელი ორგანიზაცია აიკრძალა კანონის მიღების შემდეგ? არაერთ ორგანიზაციას, მთელ რიგ ორგანიზაციებს მიადგა დატოვა. მაგალითად მე ვიცი ძალიან ბევრი მაგალითი, მაგრამ დაასახელეთ ბატონ გრიგოლ. თქვენ ამბობდით, რომ ემიგრანტებს ფულის გადმორიცხვა აღარ შეეძლებოდათ. გაქვთ ასეთი ფაქტები? მაგ კანონმა ათობით 1000 ქართველის თავზე ჩამოკიდა განცდა, რომ ისინი არიან აგრეთვე სამიზნე. იმიტომ რომ უცხოეთიდან მიღებული ანუ ეს განცდებზე ვლაპარაკობთ თუ კონკრეტულ შედეგებზე, ბატონ გრიგოლ? განცდები არის შედეგების საწინდარი. კანონის მთავარი მოწინააღმდეგეები დღესაც ცდილობენ ამტკიცონ, რომ უცხოურ ფულს დამატებითი გამჭვირვალობა არ სჭირდება. აიკრძალა არასამთავრობოები ბატონ ლაშა? არსებობდა საშუალება მივიღო გრანტი, ეხლა მაგის საშუალება არ არის. რატომ იყო პრობლემა ხალხს ცოდნოდა თანხის წარმომავლობა და მიზნობრიობა? შესულიყო, არ ვალავდით ამას, ეს არ არის გამჭვირვალობის კანონი, ეს არის აგენტების. მით უფრო თუ ისედაც გამჭვირვალეა, რატო იყო რეგისტრაცია პრობლემა? ყოველ მეორე სიტყვაში მოგვაკერეს აგენტების იარლი. იხურება, იკრძალება, უქმდება. ამ განცხადებების ავტორების უმრავლესობა დღეს ბოდიშსაც გაურბის და თემაზე საუბარსაც. ეს კი საუკეთესო პასუხია იმ ხალხისთვის, ვისაც დააჯერეს, რომ გამჭვირვალობა სხვა ქვეყნებისთვის შეიძლებოდა, საქართველოსთვის კი არა. რასაც ისინი აანონსებდნენ, აბსოლუტურად არაფერი არ ახდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა ქართველს, მათ შორის იმათაც, ვინც გარკვეული დროით შეცდომაში შეიყვანეს, დღეს ყველაფერი ყველასთვის ნათელია, ის რომ ეს იყო უკაცრავად ჟარგონისთვის ჩვეულებრივი აფერისტობა, თაღლითობა და ძალიან კარგი მაგალითია იმისათვის, რომ ჩვენ აღარ მივცეთ არასდროს ამ ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალებს იმის საშუალება, რომ გააგრძელონ ძალადობა ჩვენი მოქალაქეებს. ორგანიზაციებისა და მედიის დახურვის ნაცვლად ქვეყანამ გამჭვირვალობის კანონით სუვერენიტეტის დაცვა, ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვა და არაერთი რევოლუციის მცდელობის აღკვეთა მიიღო. მართველი პარტია ამბობს, რომ შავი ფულის მფარველებს სწორედ უცხოური დაფინანსებით უნდოდათ ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების მოშლა და ამიტომაც ებრძოდნენ ფულის მისაღებად ახალ რეგულაციებს. წარმოგიდგენიათ არაპატრიოტულ, აგენტურულ, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ ძალებს რა ამოძრავებს საკუთარი სამშობლოს მიმართ, ამიტომაც ასეთ აღიარებას ჩვენ ველით, ისინი ამას არ აღიარებენ და ამით საკუთარ დანაშაულს, საკუთარ რეალურ სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებენ ჩვენ საზოგადოებას, რა მტრული ძალები არიან საქართველოს წინააღმდეგ განწყობილ. ოპოზიციური პარტიებისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ხალხისთვის ბოდიში აგვიანებს, რომლის განბედაობაც მართველი პარტიის წევრების განცხადებით, არც მათ და არც იმ ქვეყნებს აქვთ, რომლებმაც გამჭვირვალობის კანონისთვის ჯერ საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს და მალევე იგივე კანონი თავადაც მიიღეს.